ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის დამკვიდრების მცდელობა რუსთავის ციხეში მე-16 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლის საქმიანობით გამოძიება ინტერესდება. სწორედ ქურდულ ტრადიციებთან დაკავშირებული ფაქტების გამო დაიშალა რუსთავის საპყრობილე, სადაც პატიმრების გაყვანის შემდეგ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. ციხის დაშლას თანამშრომელთა ნაწილი პროტესტის ხვდება, თუმცა სასჯელ აღსრულების სამინისტრო მათ პრეტენზიებს არ იღებს. პროტესტი რუსთავის მე-16 დაწესებულებასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურში მისული თანამშრომლები ციხის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უსაფრთხოების სამსახურის 40-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ გუშინ დაითხოვა. მიზეზად კი დაწესებულებაში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დაუსახელეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი გათავისუფლების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს, ციხის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ისინი სამუშაო ადგილებს დაკარგავენ. არ შეგვიშვეს სამსახურში და მე-16 დაწესებულების დარჩენილი რამოდენიმე პატიმარი გადააბარეს მე-12 დაწესებულების თანამშრომლებს. ჩვენი სმენა გადაიბარეს იმათმა, ჩვენ შიგნით არ შეგვიშვეს. არანაირი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ჩვენ დავეთხოვეთ სამსახურიდან. პირიქით, ჩვენ აქ გავუშვით 2000 მსჯავრდებულამდე, გადავიყვანეთ ნორმალურ მდგომარეობაში სხვადასხვა დაწესებულებაში გადავანაწილეთ. იმის შემდეგ ჩვენ გვითხრეს ვარი იმაზე, რომ ჩვენ გვემუშაოს სამსახურში. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა სასჯელ აღსრულების სამინისტროს მორიგი ბრალდებები წაუყენეს. მათი თქმით, დაწესებულებაში მაყურებლის ინსტიტუტი დამკვიდრდა. ასევე მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული ოფშიაკის შეგროვება. ციხის თანამშრომლები სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ციხის დაშლის მიზეზად იქ არსებულ პრობლემებს ასახელებენ. იყო კაცო, თვითონ მაყურებლები წყვიტავდა ყველაფერი. დაიშლებოდა. სანამ დაიშლებოდა ციხე იყო მაყურებლები და ამ მაყურებლებთან დადიოდა თვითონ ასობის უფროს. ჰქონდათ ეს სიგარეტების საერთო არ ეძახიან, ყველაფერი რას საერთო ოფშიაკ რასაც ეძახიან, აი ეს ხუნდათ რა. ყველა ძალიან კარგად იცოდა. ჩვენზეც უნდათ ხელი შეხვეწები, ჩვენს თანამშრომლებზე, ამ ტელეფონებთან დაკავშირებით, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი რომ შევდიოდით, ნასკსაც კი ვიხდიდით და ისე შევდიოდით, ისე გვამოწმებდნენ. სხვა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ მოქალაქეების შემოსვლიდან არ გაჩხრეკილან. ვისი მოთხოვნით არ გაჩხრეკილან? ხელმძღვანელობის, მაგას ჩვენ არ ვწყვიტავთ. ბრალდებებით პასუხობს სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ ციხე ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის დამკვიდრების მცდელობის გამო დაიშალა. მინისტრს პრეტენზიები აქვს თავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის საქმიანობის შესახებ უკვე გამოძიება მიმდინარეობს. დაწესებულება სწორედ იმიტომ დავშალეთ, რომ იქ ეს თემა იყო ძალიან სერიოზულად. ეხლა რაც მე-16-ში ხდება, ძალიან გაუგებარია, იმიტომ რომ მე-16 დაიხურა რემონტზე, არც ერთი თანამშრომელი გაშვებული არ არის. უბრალოდ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დაიწყო გამოძიება, გუშინ მომხდარ გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით. ეხლა გამოძიება, მე არ ვაპირებ გამოძიების საქმეებში ჩარევას. გამოძიება დაადგეს. რეალურად იყო დანაშაული თუ არ იყო დანაშაული და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებულ მაყურებელთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაზეთ კვირის ქრონიკაში განცხადება გააკეთა ქუთაისის მეორე დაწესებულების ყოფილმა ექიმმაც. თუმცა მამუკამ დივანმა ინფორმაცია ეგრეთ წოდებული ოფშიაკისა და ციხის მაყურებლების შესახებ მეცხრე არხს აღარ დაუდასტურა. არის თუ არა ქართულ ციხეებში აღნიშნული პრობლემები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სახალხო დამცველის აპარატის შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებს. უწყების წარმომადგენლები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.